მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში ავხსნით თუ როგორ დავიჭერთ ეს მაგარი ტრეიდი USGPY-ზე, როგორც ხედავთ, იყო 5.25 არ არის, ანუ თუ გარისკავდით 1%-ს მოიგებდით 5.25%-ს და მოდი აი ხა განახებთ თუ რატომ შევედი ამ ტრეიდიდან, კონკრეტულ დროს რატომ შევედი და რა კონფლუენცებს ვუყურებდი იმისთვის, რომ გამიხსნა ეს ძალიან მაგარი შორტი, ხო? ანუ შორტი ვინც არის ის რას ნიშნავს, შორტი არის, როდესაც ჩვენ გვინდა რომ მარკეტი ქვევით ჩავიდეს მარტივად რო ვთქვათ, ხო? როდესაც ანუ ჩვენ გავხსნით cell პოზიციას. ყოველთვის უყურებთ higher time frames. ანუ ტრენდი თუ არ ვიცით, ხო? ვერც ტრეიდს გახსნი. შეიძლება ტრეიდი გახსნა, ანუ უაზროდ, ანუ რო არიცი, რა არის შენი higher time frame-ი, სად მიდის მარკეტი, რას აპირებს ტექნიკური ანალიზი, ესე რო ვთქვათ, ხო? ტრეიდის გახსნა, ანუ ამის გარეშე არის იგივე გემბლინგი. ხო, თუ არიცი რატო ვხსნი ტრეიდს და თუ არ გაქვს მიზეზი და მიზანი, რა თქმა უნდა, გემბლინგი არის, მაგრამ როდესაც შენ გაქვს მიზანი, მიზეზი და ტრეიდინგ გეგმა, რა თქმა უნდა, ტრეიდინგი უკვე გემბლინგი აღარ არის. ძალიან ბევრ ადამიანს ეშლება და ძალიან ბევრი ეძახის ტრეიდინგს გემბლინგს ამის გამო, იმიტომ რომ შედიან უაზრო სეტაპებიდან, ესე რომ ვთქვათ, უაზრო ზონებიდან აგებენ და მერე აბრალებენ, ტრეიდინგი გემბლინგია, ტრეიდინგი არ გამოდის. რა თქმა უნდა, არ გამოდის, იმიტომ რომ გეგმის გარეშე ვაჭრობ, ხო? უბრალოდ შედიხარ, გამოდიხარ. არც ცოდნას იღებ, არც გამოცდილება არ გაქვს. რამდენი ტრეიდერი ვიცი, აი, რამდენი ადამიანი, რომ უბრალოდ ბროუკერს ხსნიან, რაღაც აკაუნტს ხსნიან, ჩარიცხავენ ფულს და უნდათ რომ თან გამოიმუშაონ. ეგრე არ ხდება ანუ არც ერთ საქმიანობაში. კარგით. ეხლა ჩემთვის higher time frame-ი არის 1 საათიანი, 1 საათიანს ვიყენებდი ამ კონკრეტულ მოდელზე, ესე რომ ვთქვათ, და რას ვხედავ? ხედავ აქ ძალიან საინტერესო მოძრაობას, ხო? მოდი ეს წავშალოთ. ხედავ რომ აქ გვაქვს ძალიან მაგარი supply, შემდეგ ფასი დაიდროპა, როგორც ხედავთ და აი ეს საინტერესო მოძრაობა, აი ეს pullback, იმიტომ რომ ნახეთ, არც imbalance, ანუ არ შევავსე და არც supply შევეხეთ. უბრალოდ რაღაც პატარა pullback-ი ქონდა და ქვევით ჩამოვიდა მარკეტი. და აქ რა მოხდა, რა არის საინტერესო? აქ შევქმნით inducement zone, ხო? ანუ იგივე smart money trap-ი. ნახე, აქ უკვე ერთი შეხებაც მოგცა მარკეტმა. ეს არის, რა თქმა უნდა, მახი. ძალიან ბევრი ტრეიდერი უკვე აქედან ტრეიდსაც გახსნიდა, იმიტომ რომ გონიათ, რომ აქ იმბალანსი აქვს, breakout structure-ი, supply და რა თქმა უნდა, ტრეიდი, ესე რომ ვთქვათ, ანუ მარკეტი ქმნის fake zone-ებს, smart money traps აქ, როგორც ხედავთ. და ნახეთ, ძალიან ბევრი აქედან ტრეიდს გახსნიდა, იმიტომ რომ აქვს რაღაც კონფლუენსები და აქედან შევიდოდა ისეთი ტრეიდერები, ვისაც აქვს FOMO, არიან მოუთმენლები და რა თქმა უნდა, არ არიან პროფიტულები. და რა ქნა მარკეტმა შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ტრეიდერებიც გამოაგდო და შევეხეთ ჩვენ supplies. რა თქმა უნდა, ეგრევე ტრეიდი არ გამიხსნია აქედან, იმიტომ რომ ველოდებოდი რაღაც დონეზე confirmations, ხო, ჩემ confirmation, ჩემ entry models და როდესაც შევეხეთ supplies, გადავედი 5 წუთიან time frame-ზე. ხო? ანუ უნდა იცოდეთ time frame-ების სწორად თამაში, ესე რომ ვთქვათ, მარტივად რა. ანუ 1 საათიანთან ძალიან იდეალურია 5 წუთიანი, 4 საათიანთან არის 15 წუთიანი და სხვა time frame-ებზეც კონკრეტული time frame-ი გჭირდება, ანუ higher time frame და lower time frame-ი სწორად უნდა განსაზღვროთ. მაგ ყველაფერს უკვე ვასწავლით ჩვენ 8-to-8 club-ში. ეხლა ნახეთ, რა გვაქვს აქ. აქედან რა თქმა უნდა ტრეიდი არ გამიხსნია, მაგრამ რა თქმა უნდა მჭირდება ანალიზი, ხო? აქ იმბალანსი ქონდა, ძალიან მაგარი. აქ რა თქმა უნდა higher time frame mitigation-ი ქონდა. უბრალოდ ჩემთვის აქ ვალიდური change of character-ი არ იყო, ხო, რაღაც body closure-ი არ მქონდა. აი, როდესაც ესეთი რაღაც მექნებოდა სანთლებით, აი, ქვევით ესეთი მოძრაობა, უკვე დავინტერესდებოდი და ვიტყოდი, რომ ნახე, ეს change of character-ი ძლიერი არის, აღმოჩნდა უკვე ძლიერი და აი, ეს supply წესი და რიგი ძლიერი იქნება და აქედან ტრეიდი გავხსნი, მაგრამ აქედან ტრეიდი არ გავხსენი, მერე ასევე ნახეთ, დრო. ნიუ-იორკ სესია, ლონდონ სესია დასრულდა, ანუ სავაჭრო დრო ჩემთვის არ არის, ესე რომ ვთქვათ, იდეალური, ამიტომაც არ გავხსნი ტრეიდს ესე დროს. და უბრალოდ ვაცდი მარკეტს იმოძრაობს, ხო, ანუ ნახე, ფსიქოლოგიაც სწორად უნდა კონდეს. მე ხო არ ვამბობ, რომ აქ რა მაინც ტრეიდს გავხსნი. ანუ supply შევეხეთ, მე რა არის ჩემი სავაჭრო დრო არ არის. არა. ხო? რა თქმა უნდა, შენ გეგმას პატივი უნდა წე, უნდა გააკონტროლ შენი ემოციები და ფსიქოლოგიაც უნდა გიჭიროს ყარად, ესე რომ ვთქვათ, ანუ ყარად უნდა იყო. შენ თუ რა თქმა უნდა ბოდიშით ესე სიტყვას რომ ვიყენებ და ფეხებზე დაიკიდებ შენ ფსიქოლოგიას, შენ ტრეიდინგ გეგმას, ვერასდროს ვერ გახდები პროფიტული, ანუ შენ თავს უნდა აჯობო ყოველთვის, ხო? და აი ყველა ზონიდან ტრეიდი არ უნდა გახსნა. ყოველთვის უნდა დაელოდო A+ setups. საუკეთესო მოძრაობას და საუკეთესო setups. ესე იქნები პროფიტულ ტრეიდინგში, ხო?
იმიტომ აქ რო ერთ ტრეიდინგ გეგმას გამაზავ მაგალითად იქ რაღაც FOMO დაგემართება ან მოუთმენელი ხარ და ასე შემდეგ და თითო რაღაც ასპექტები გაკლია, ხო? ქვევი და ქვევი ჩახვალ ყოველთვის. იმიტომ ერთ პრობლემას მეორე დაიმატება, მესამე, მეოთხე. ეხლა წარმოვიდგინე აქედან ტრეიდს წააგებ და ფულსო წააგებ, მერე იტყვი რომ აუ აქედან რატო შევედი, ეხლა ფული წავაგებ, მოდი კიდე რამეს გავხსნი ორ მაგ რისკზე და რო ის წაგებული დავიბრუნო. მერე კიდე წააგებ და ესე დაკარგავ აკაუნტს, ხო? და მერე რავი, თლიან აკაუნტს რო წააგებ, გადაიღებ ვიდეოს და იტყვი რომ აუ ტრეიდინგი არ მუშაობს, ტრეიდინგი გემლინგი ყოფილა და ბლა ბლა ბლა, ხო? რა თქმა უნდა. ამიტომაც არ უნდა დავკარგოთ ჩვენი თავი არასდროს, ხო? არასდროს არ უნდა დავკარგოთ ჩვენი თავი. და არა მხოლოდ ტრეიდინგში, ცხოვრებაშიც ეგრე არის, ნებისმიერ რაღაცაში ეგრე არის. ყოველთვის უნდა გვეჭროს ჩვენი თავი ყარად, ხო? კარგით, ეხლა რა გვაქვს აქ? აქ break of structure-იც გვაქვს, change of character-იც გქონდა და ძალიან საინტერესო მოძრაობა დაიწყო, ხო? იმიტომ რომ უკვე დავიწყეთ რა. აქ რო higher low გქონდა, აქ higher high, უკვე გვაქვს lower low, lower high, lower low. ანუ რა დავიწყეთ? Bearish order flow. როდესაც გვაქვს bearish order flow, ხო? რა თქმა უნდა გავხსნათ sell პოზიცია, იმიტომ დაღმავალი ტრენდი გვაქვს. როდესაც გვაქვს დაღმავალი ტრენდი, რა თქმა უნდა ჩვენ sell ანუ უნდა გავყიდოთ. მაგრამ როდესაც გვაქვს აღმავალი ტრენდი და bullish order flow, რა თქმა უნდა ვიყიდოთ, ხო? და ნახეთ, როდესაც ჩვენი higher time frame-ი ნახეთ ჩვენი higher time frame-ი აქ დავწეროთ. higher time frame-ი არის bullish-ი და lower time frame-იც არის bullish-ი, რას ვაკეთებთ? რა თქმა უნდა გავხსნათ buy პოზიცია, უკვე შეუძლია buy პოზიცია გავხსნათ. თუ higher time frame-ი არის bearish-ი და lower time frame-იც არის bearish-ი, რა თქმა უნდა რა ვშვებით? sell პოზიციას ვხსნით, ხო? მაგრამ თუ higher time frame bearish არის, როგორც ჩვენთან 1 საათიანზე, მაგრამ lower time frame-ი ჯერჯერობით bullish-ი არის, სიტყვაზე ვთქვათ. არ უნდა გავხსნა პოზიცია. რა უნდა ქნა? უნდა დაელოდო, რომ lower time frame-ი გახდეს bearish. ხო? ანუ higher time frame-იც და lower time frame-იც უნდა იყოს ერთი და იგივე ტრენდი, ესე მარტივად რო გითხრათ რა. თუ ერთი არის bullish და მეორე bearish, რა თქმა უნდა ტრეიდს ვერ გახსნი. ანუ სინქრონიზაცია გვჭირდება. ეხლა ნახეთ. აქაც ძალიან კარგად შევეხეთ მარკეტს, ძალიან კარგი რეაქცია მოხდა, მაგრამ რა თქმა უნდა აქედან ტრეიდს არ გავხსნით, რომ არც ნიუ-იორკ სესია და არც ლონდონ სესია და ესეთ დროს ნახეთ დილის 5-ზე 4-ზე გძინავს ყველას, ხო? ძირითად შემთხვევაში. ეხლა აქ რა გვაქვს, ხო? კიდევ ერთი break of structure-ი, ანუ ეს break of structure-ი ას გვეუბნება, ხო? რა არის break of structure? Break of structure-ი ისწრაფს, რომ გვაქვს ტრენდის გაგრძელება, ანუ trend continuation-ი გვაქვს, ხო? ანუ ტრენდი გრძელდება, ისე bearish order flow გვაქვს და უნდა მივყვეთ მარკეტს. ეხლა ნახეთ. აქ ძალიან მაგარი მოძრაობა გვაქვს და ძალიან მაგარი მოვლენა. აქ გვაქვს liquidity sweep-ი, ხო? ეს არის ერთ-ერთი უძლიერესი confluence, ესე რომ ვთქვათ, რა ტრეიდის გასახსნელად. ქონდა IS high, აქ IS high და IS high, ასევე ეს trendline liquidity და მარკეტმა რა ქნა? მოგცა ესეთი საინტერესო მოძრაობა, liquidity sweep-ი. როგორც ხედავთ, აი პატარა მოძრაობით. ყველა ტრეიდერი, ვისაც აქ ქონდა sell პოზიციები გახსნილი, გამოაგდო მარკეტიდან, იმიტომ stop loss რა თქმა უნდა, აქ ეყენებოდათ liquidity და ყველა გამოაგდო მარკეტიდან და შემდეგ რა ქნა? ისევ დაიდროპა და ისევ გავაგრძელებთ ქვევით მოძრაობა, ხო? ეხლა ნახეთ. აქ lower time frame-ზე ხო გვაქვს liquidity sweep-ი? კი ბატონო, liquidity sweep-ი გვაქვს. აქ გვაქვს რა? Change of character. აი, აქ უკვე ძალიან საინტერესო ეს არის როგორ სიტუაცია რა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა higher time frame bearish-ი არის, როგორც ხედავთ, გვაქვს რამოდენიმე change of character და შემდეგ break of structure-ები, ანუ გვაქვს bearish order flow. აქ, როდესაც supply შევეხეთ, ამ supply-მ რა მოგცა, ხო? აქ ქონა lower high და მოგცა ახალი lower low, ხო? ანუ lower low მოგცა. ანუ როდესაც არის bearish ტრენდი, რა ვიცით რომ მარკეტი ყოველთვის გვაძლევს ახალ lower lows და lower highs. ყოველთვის. თუ რა თქმა უნდა ტრენდი ვალიდური არის. ანუ ნახე, შენო აქედან ტრეიდს გახსნი, უნდა დაათარგეთო ეს low. აქედან თუ გახსნი ამას, აქედან თუ გახსნი, რა თქმა უნდა ეს low. ანუ შენ არ უნდა დაათარგეთო რაღაც ქვევით სხვა დონე. არა. იმიტომ რომ ეს ისტორია გაქვს ეხა, ხო, კონკრეტულ მომენტში. ეს low გაქვს. და უნდა დავათარგეთოთ ეს. თუ არის ტრენდი ნამდვილად ვალიდური, ვიცით რომ ტრენდი ყოველთვის გაძლევს ახალ lower highs და lower lows. აი, წავშალოთ მოდი ეხა ესენი. და ნახეთ ეხა. აქ change of character-ი გვაქვს, ასევე რა მაქვს საინტერესო მოვლენა, ესე რომ ვთქვათ, ხო, confluence ძალიან უძლიერესი confluence. IS liquidity sweep-ი, ხო? ანუ ყველა ტრეიდერი, ვისაც აქ უნდა sell პოზიცია გახსნილი, გამოაგდო მარკეტმა, ხო? და ანუ უკვე საინტერესოა შესვლა. როდესაც
მარკეტი ლიკვიდაციას მოხსნის, მაშინ იწყება ნამდვილი მოძრაობა. ეგ იცოდეთ. ეხლა ნახეთ. რა გვაქვს აქ? ძალიან მაგარი supply. აი ეს ძალიან მაგარი supply გვაქვს, ასევე რა გვაქვს? Imbalance, ასევე რა გვაქვს? Internal breakout structure გვაქვს. ნახე, აქაც დაიწყო lower time frame-ზე ვიზახი, აი სადღაც ხა ერთ წუთიანზე რო გადავიდეთ, აქაც გვაქვს lower high, lower low, lower high და lower low. კარგი, შემდეგ რა გვაქვს? Inducement-ი. ხო, inducement-ი ესეც ერთ-ერთი მახე არის. და რა თქმა უნდა, ჩვენ trades გავხსნით აი ამ supply-დან და ზუსტად აქედან გავხსენით. ასევე არის New York session, იდეალური. დავათარგეთეთ შემდეგ აი ეს low და stop loss-ი მეყენა აი აქ. ხო, 5.25. რატომ დავათარგეთეთ ეს low, ხო? იმიტომ რომ ხედავთ რომ დაიწყო ახალი lower low და lower high სერიები, აგერ და აგერ. ანუ ჩვენ თუ გვაქვს ესეთი მოძრაობა, ნახე ჩამოვედით, ავედით. ეხლა აი აქედან თუ მარკეტს მართლა უნდა ტრენდის გაგრძელება, 100% რა უნდა მოხდეს? რა თქმა უნდა, ეს lower low უნდა გავტეხოთ, ხო? ან უნდა მოხდეს breakout structure, ესე რომ ვთქვათ. რომ გაგრძელდეს bearish order flow. და ზუსტად შევედით აქედან, დავათარგეთეთ ეს ჩვენი recent lower low და მარკეტმა მოხდა იდეალური რეაქცია New York session-ის დროს. ხო? 1.5-თან. იდეალური. ასევე შეიძლება Fibonacci-ს გამოიყენო აი ამ ფეხზე და ნახეთ, ზუსტად 79-71 ზონებიდან მოხდა მარკეტმა რეაქცია. ანუ შემთხვევით მარკეტში არაფერი არ ხდება რა. ყველა მიზანს აქვს თავისი კონკრეტული მიზეზი და მიზანი. ანუ არავინ არ მოგავტყოთ, რომ ეს მოძრაობა შემთხვევით მოხდა მარკეტში, ხო? არა, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და თავისი მიზანი. და თუ ვიცით ჩვენ ცხოვრებაში, რომ შემთხვევით რაღაც არ ხდება და ყველაფერს აქვს თავისი მიზანი და მიზეზი, ესე იგი, ეგ გემბლინგი და რაღაც უაზრო რაღაცები არ გამოდის, ხო? ანუ თუ აქვს რაღაცას თავისი მიზეზი და მიზანი, ზუსტად ეგ მიზანი უნდა აღმოაჩინო და უნდა იპოვო ეგ შემდეგი მოძრაობა, რომ არ ჩამორჩე და სწორად გაყვე მარკეტს. ხო? ეს არის და ეს. ანუ ჩვენ არ შევედით რაღაც აქედან, არ შევედით იქედან, აქედან, არა. დავალოდეთ ყველაზე საუკეთესო მოძრაობას და ბოდიში კიდევ ერთხელ და ფეხებზე კიდია დღეში 3 ტრეიდს გავხსნით თუ 5 ტრეიდს გავხსნით, მირჩევნია. ერთი ძალიან მაგარი ტრეიდი გავხსნა და მორჩე. ანუ კვირაშიც მირჩევნია 3 იდეალური ტრეიდი გავხსნა, ვიდრე გავხსნა 40 ტრეიდი ან 20 ტრეიდი. ხო? ჯობია გავხსნა ერთი ძალიან მაგარი ტრეიდი და მოიგო. ანუ რა თქმა უნდა, ეხა 100% win rate არ არსებობს, არავის არ აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ესეთ ტრეიდებს რო დაიჭერთ, თქვათ, და win rate რო გაქვს 70%, 60%, ანუ ნახე რა პროფიტული ხარ, ხო? აი, წარმოგიდგენ, ეხა ხსნი, მაგალითად 10 ტრეიდი გახსენი. 3 წააგე, 7 მოიგე. თქვათ, რომ 1% რისკავ 1 პოზიციაზე, აი 1%, ხო? შენი საშუალო რისკ-რევარდი არის 3 მაგალითად. 3x7 რამდენია? 21, ხო? ანუ შენ იგებ 21 არ არის. 3 წააგე, ეს არის -3 არ არის. ანუ რამდენი რჩება მოგება? მოგება რჩება 18 არ არის. ანუ 18 არ არის ხარ პროფიტში. ხო? ეს არის, ანუ როდესაც აიღებ A+ ეტაპებს და შენი რეიტს არ გააფუჭებ, ძალიან მაგრა შეიძლება funded account-ებით ან live account-ებითაც payout-ები გამოიტანო და გამოიმუშაო თანხა ტრეიდინგით, ხო? იმიტომ რომ შენი risk reward-ი იცი, შენი risk management-ი იცი, შენი trading plan-ი და შენი trading გეგმა იცი, მიყვები მაგას და რაღაც უაზროდ არ ვაჭრობ. იცი რა საკეთებ. შენი საქმის პროფესიონალი ხარ. შენი გეგმის პროფესიონალი ხარ, შენი თავის პროფესიონალი ხარ, ხო? ფსიქოლოგიაც არ გიშლის ხელს, არც ემოციებს ყვები და ეს არის ტრეიდინგი, ხო? ხოლო ტრეიდინგ გეგმა, ასე რომ თქვა, ეს ტექნიკური ანალიზი არ არის. ფსიქოლოგია, ემოციები და risk management-ი. ანუ, ხო? შენ შეიძლება შენი სტრატეგია ძალიან მაგრა იცოდე და ძალიან მაგრა ტრეიდებს ხსნიდე და აიჭერდე, მაგრამ ფსიქოლოგია თუ არ გაქვს კარგ მდგომარეობაში და ხსნი უაზრო ტრეიდებს, ესე რომ თქვა, ვერ იქნება პროფიტული ტრეიდერი. აგერ ძალიან გვიხარია, კარგ შედეგს რო ხედავთ ჩვენი მოსწავლეების მიერ, აგერ $900 payout-ი, კიდე ძალიან ბევრი აქვს $20,000-მდე, ჯამში 1500, აგერ ჩვენმა ერთ-ერთმა მოსწავლემ გიო, აგერ შეგიძლიათ ტექსტი წაიგიხოთ, იყიდა BMW, ძალიან მიხარია, მით უმეტეს ახლა ქართეისტის ქონია და
რავი, ძალიან მიხარია ესეთი რაღაცები რო ხდება ჩვენ ტრეიდინგ სერვერზე. რა თქმა უნდა, იდება ფორკასტებიც, იდება რავი, ყველაფერი იდება, აი შემოდით, ინფოებსაც შეგიძლიათ გადახედოთ, აგერ უამრავი ინფო არის, შემოდი და ეს ინფოები უფასოდ დევს live trading-ის ესე რო ვთქვათ, შედეგებს ხო ხედავთ და ხედავთ, ნახეთ რეები ხდება. ასევე სად არის ისე ვქვია, profits, აგერ ნახეთ მოსწავლეებიც რა მაგარ ტრეიდებს იჭერენ, ხო? აგერ ეხა გოჩა არის ჩვენი ახალი წრის მოსწავლე, ანუ mentorship-ი აქვს. აი ხა აიღო, ეხა იყიდა და ეხლა გადის უკვე სადღაც მეოთხე ლექცია რასაც ესწრება, მესამე და ნახეთ რა მაგარ ტრეიდი დაიჭირა. 1000 დოლარი გააკეთა. რავი, სასწაული არის, ძალიან სასწაული არის და რავი, ვისაც გინდათ რომ გახდეთ 828 კლუბის წევრი, შეგიძლიათ ჩვენ Discord server-ზე შემოხვიდეთ, ლინკი იქნება bio-ში და ტიკეტი გახსენით, მეგობრებო და ყველაფერში დაგეხმარებით, ხო? ასევე შეგიძლიათ უამრავი ინფო ნახოთ, general chat-იც აქტიური არის, ასევე voice call-ებიც არის ხოლმე. შაბათ-კვირასაც გეგმავთ ხოლმე აი live ვებინარები რაღაცები ჩავატაროთ და ძალიან მაგარი სიახლეები ესე რომ ვთქვათ, დაიდება და რო არ გამაზოთ, შემოდით ჩვენ server-ზე და ნახავთ ყველაფერს და გეგმავთ მაგარ რაღაცებს, ივენთებს გეგმავთ, გარეთ რო გავიდეთ და ისე დაგელაპარაკოთ, ანუ face to face რა. ამიტომაც გეულდებით ყველას, მადლობა კიდევ ერთხელ მოსმენისთვის და ბოლომდე რო უყურეთ ვიდეოს და თქვენიცით წარმატებებს გისურვებთ ყველას.